we've had a very successful day thus far. Important discussions. ძალიან წარმატებული დღე გქონდა. ბევრი მნიშვნელოვანი რამ განვიხილეთ. ყველა ჩვენგანი მუშაობს საერთო და მარტივი მიზნის მისაღწევად, ომისა და მკვლელობების დასასრულებლად. პატივი მქონდა ზელენსკისთან განვიხილა ბევრი საკითხი. დღეს ვესაუბრე პუტინსაც და ამ შეხვედრების შემდეგაც დავურეკავ მას. ვეცდებით სამხრივი თანამშრომლობა დავამყაროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, უკრაინასა და რუსეთს შორის და დავასრულოთ ეს ყველაფერი, რადგან მსგავსი არაფერი მომხდარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ალასკას სამიტმა განამტკიცა ჩემი რწმენა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან რთულ საკითხებს განვიხილავთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა, რომ რუსეთი მიიღებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს. სიმართლე გითხრათ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ კოლექტიურად ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც გამორიცხავს უკრაინის წინააღმდეგ სამომავლო აგრესიას. სინამდვილეში ვფიქრობ, ასეთი რამ არ იქნება. ვფიქრობ, ეს ზედმეტად გადაჭარბებულია, მაგრამ უნდა გავარკვიოთ და ასევე ვფიქრობ, ევროპული ქვეყნები იღებენ ტვირთის დიდ ნაწილს. ჩვენ დავეხმარებით მათ და ძალიან უსაფრთხოს გავხდით. ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ ტერიტორიების შესაძლო გაცვლის საკითხი, ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გათვალისწინებით. შევეცდებით, რაც შეიძლება მალე უზრუნველყოთ სამხრივი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან და ვფიქრობთ, თქვენ და პრეზიდენტ პუტინს რაღაც გამოგივათ. საბოლოოდ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მიიღოს მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინელმა ხალხმა. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. კვირაში ზოგჯერ 5, 6 ან 7,000. ჩვენ ისინი უნდა გადავარჩინოთ. ყველა ჩვენგანისთვის ალბათ უმჯობესი იქნებოდა დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა, ვიდრე ჩვენ ხანგრძლივ მშვიდობაზე ვმუშაობთ. შეიძლება მსგავსი რამ პირდაპირ ახლა მოხდეს, მაგრამ ასე არ ხდება. თუმცა ამის შესახებ შეუძლიათ ისაუბრონ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინს. როგორც იცით, 6 ომში, რომელიც შევაჩერეთ, არ ჰქონდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამიტომ არ ვიცი, საჭიროა თუ არა ეს. მეორე მხრივ, თქვენ დაუყოვნებლივ აჩერებთ მკვლელობებს. ჯერა რომ საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს მომავალში არის სავსებით შესაძლებელი. ყველა ომიდან, რომლის დასრულებაშიც ჩავერთე, დასასრულებელი მხოლოდ ეს დარჩა. შემდგომი ნაბიჯი იქნება სამხრივი შეხვედრა და ვიმედოვნებთ, ვიმუშავებთ და დავდებთ ბრწყინვალე შედეგს.